თქვენ ამბობთ, რომ პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა ამ ადამიანების შერჩევა. ანუ აქედან გამომდინარე, უკვე ნათელია თქვენი კოალიციის პოზიცია მერებთან დაკავშირებით. ეს არ იქნება პოლიტიკური თანამდებობა, ანუ მერი უნდა იყოს ქალაქის მეურვე. დიახ, ეს პრინციპი თავიდან იყო შეჯერებული კიდევ ერთხელ მეორე და ჩვენ არაერთხელ გაგვიჟღერებია. იგივე იყო დედაქალაქის მერობის შერჩევის შემთხვევაში, როდესაც ბატონი დავით ნარმანია იქნა დასახელებული. მოგეხსენებათ, ბატონი დავითი მინისტრობის დროს იყო ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა არა მარტო დედაქალაქის მასშტაბით, მთლიანად მთელი საქართველოს მასშტაბით. მე მაქვს ხედულობაში ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც რაიონებში და სოფლებში განხორციელდა. Ზუსტად ამ მიმართულებით მოხდა ყველა თითეული მერის შერჩევა, რომ ისინი არიან ძლიერი მენეჯერები. თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, მაგალითად გაკულია ქალაქ ფოთის მერად ჩვენ დავასახელებთ ამავდროულად ის არის პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე. ასე რომ ასეთი გამონაკლისებიც არის, თუმცა უნდა აღნიშნო, რომ ის მართლაც ძლიერი პიროვნებაა და იმ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რასაც გვია მეურნე. დიახ. ბატონ კახი, შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ უკვე იმ წარმატებაზე, რომელსაც უნდა მიაღწიონ ამ 12-მა კანდიდატმა და რა შეიძლება გაძლევდეთ თქვენ ამის უფლებას, რომ ამ ადამიანებს თავიანთ ქალაქში გამოუცხადებენ ნდობას. ქართულმა ოცნებამ ამ 2 წლის განმავლობაში შემდეგ მოიპოვა მეტი ნდობა საზოგადოების, როგორც ეს იყო დაუშვათ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. 2 არჩევნები გამოიარა უკვე კოალიციამ. დიახ, მოგახსენებთ, რაც შეეხება ჩვენ დაპირებებს და შესრულებებს, მოდი ვიყოთ რეალისტები და ვისაუბროთ იმ რეალობიდან გამომდინარე, თუ როგორ ვითარებაში უწევდა ქართულ ოცნებას მუშაობა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი. ყველა ის დაპირება, რომელიც იყო წინა საარჩევნო, წინა საპარლამენტო არჩევნების დროს გაცემული კოალიცია ქართული ოცნების მხრიდან შევასრულეთ. ეს ეხებოდა პენსიების მომატებას, თუმცა იმასაც უნდა აღნიშნო, რომ რაც შეეხება პენსიების მომატებას, ეს პროცესი არ შეჩერებულა, მომავალშიც გაგრძელდება და ამას თავად დაინახავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. დაპირებები იყო ელექტროენერგიის შემცირებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ მოვახერხეთ, ასევე ბუნებრივი აირის ფასის შემცირება, რომელიც ჩვენ მოვახერხეთ, იყო დაზღვევასთან დაკავშირებით, რომ მე ვფიქრობ, ერთ-ერთი უნიშნელოვანესი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები იქნა განხორციელებული, სოფლის მეურნეობით მიმართულებით უპრეცედენტო თანხები იქნა დახარჯული ბოლო 1 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი იმ ვითარებაში თუ რა პირობებში გვიწევდა ჩვენ თავრობას მუშაობა და მოგეხსენებათ, ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯზე, ყველა განხორციელებული რეფორმის დროს ხდებოდა ხელი შეშლა ნაციონალური მოძრაობის ნარჩენების მხრიდან. თუმცა მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ მომავალი არჩევნები, რომელიც გაიმართება 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს არის ძალიან უმნიშვნელოვანესი არჩევნები და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ექნება ნამდვილად იმის საშუალება ერთხელ სამუდამოდ დაასრულოს ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი თარეში ქვეყანაში. ჩვენი საუბრის ბოლოს ასევე უნდა გკითხოთ საკრებულოს თავმჯდომარეების კანდიდატებთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ ჩვენმა კორესპონდენტმა განაცხადა, რომ მთავარი ინტრიგა მაინც რჩება, თუ ვის წარადგენენ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, როგორც დედაქალაქში, ასევე სხვადასხვა ქალაქში. ამ მიმართულებით რა სამუშაოები მიმდინარეობს და აქვე გკითხავთ, ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურა განიხილება თუ არა თბილისში საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. რაც შეეხება კანდიდატურებს, მინდა გითხრათ, რომ ამ დროისთვის კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ უნდა მოხდეს ის დაკომპლექტება და მინდა გითხრათ, რომ ძირითადად სიები იქნება დაკომპლექტებული პარტიის წარმომადგენლებით, ღირსეული პიროვნებებით, ადამიანები, რომლებიც ამ 2 წლის განმავლობაში მუხჭადრეკილი იბრძოდნენ იმისთვის, რომ ქართული ოცნება ყოფილიყო წარმატებული. უახლოეს მომავალში კანდიდატურები, რა თქმა უნდა, ცნობილი იქნება როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის. თუმცა მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი მიდგომა, რომ სიის პირველი ნომერი მაინდა-მაინც უნდა გახდეს საკრებულოს თავმჯდომარე. თუ ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარე, ამასთან დაკავშირებით თქვენ გაიგებთ, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, გუნდში არის ასეთი შეთანხმება, პრემიერ-მინისტრი დაასახელებს შეთანხმების შემდეგ თუ ვინ იქნება კანდიდატები და იგივე მიდგომა გვაქვს ჩვენ გამგებლებთან მიმართებით. და ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ, სიის შედგენისას უპირატესობა მიენიჭება ქართული ოცნების წარმომადგენლებს თუ იმ გაერთიანებას, რომელიც შედის ამ კოალიციაში?
კოალიციას რაც შეეხება არსებობს პრინციპი, რომელზეც ჩვენ ვიყავით შეთანხმებული და სიას რაც შეეხება ეს გადანაწილდება თანაბრად, ანუ 50% იქნება ქართული ოცნების პარტია, ქართული ოცნების წარმომადგენლები, დანარჩენი 50% გადანაწილდება კოალიციაში შემოვალ სუბიექტებს. დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს. კახი კალაძე, ვიცე-პრემიერი პასუხობდა მოამბის შეკითხვებს.